ჩვენ მწუხარებას გამოვთქვათ ინდოეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფერმი ელჩის ბატონ ლევან ეჯალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. იმ ჯგუფს დიპლომატებისას, რომლებიც თავის დროზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიწყებდით, ძველ გვარდიას გვეძახდნენ და საოცრად მტკივა-გული, რომ ამ გვარდიას ერთი ღირსეული და ერთგული მეომარი გამოაკლდა. ლევანი იყო საკმაოდ მომთხოვნი, საოცრად ნიჭიერი, საოცრად თხევიდან ტერფამდე მე ვიტყოდი ინტელიგენტი და თავის საქმის პროფესიონალი. ლევანი იყო ძალიან მოწადენებული ადამიანი, რომ ყველასთვის გაეზიარებინა თავისი გამოცდილება, თავისი ხედვა ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით. ბატონ ლევანი გახლდათ უაღრესად პროფესიონალი დიპლომატი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე შეუერთდა დიპლომატიურ სამსახურს და უშუალოდ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული სამსახურის ჩამოყალიბების პროცესში. მოტივირებული იყო მხოლოდ ერთ მიმართულებაზე, რომ ქვეყანა ყოფილიყო დამოუკიდებელი და ის კურსი, რომელიც დღეს ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, ევროპული კურსი ყოფილიყო უცვლელი. სწორედ აი ამ პროცესში ლევანმა საკმაოდ თავისი დიდი განსაკუთრებული წვლილი შეიტანა და მე ვფიქრობ, რომ მას კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლო. ყველა საქმეს, რასაც ის აკეთებდა მაღალი პროფესიონალიზმით და აკეთებდა ღირსეულად. მისი დამოკიდებულება თავის კოლეგებთან, თავის მეგობრებთან, საოცარი სითბო, საოცარი ურთიერთობა და საოცარი დამოკიდებულება ზოგადად იმ საქმესთან, რასაც დიპლომატიური მოღვაწეობა ქვია. ლევანი წყინვალე პროფესიონალი და უბრალოდ კარგი კაცი იყო. ნათელი სახე, როგორც კარგი მეგობრის, ყოველ სიარსებებს ჩვენს დიპლომატიურ თაობებში. ჩვენ უსამძიმროთ ბატონ ლევანის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებსა და ახლობლებს. ეს ნამდვილად ძალიან დიდი დანაკლისია როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის.